კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალომების ანუკა ბუავა გაგაცნოთ. საქართველოს სომხეთი ისტორიული გამარჯვებიდან 1 წლის შემდეგ ეროვნული ნაკრების სომხეთის გუნდს დინამო არენაზე ხვდება და პირისპირება თბილისის დროით ზუსტად 6 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ტაქტიკური ცვლილებები არ იქნება, თუმცა იცვლება შემადგენლობა. დღეს მოედანზე ვნახავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას და ხვიჩა კვარაცხელიას, რომლებმაც მეტოქესთან წინა თამაში გამოტოვეს. შეხვედრას ინგლისელი ენტონი ტეილორი განსჯის, ეროვნული გუნდი კი გამარჯვებაში დღესაც დარწმუნებულია. როგორც სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში ძალიან ბედნიერი ვარ, სადაც კარგად გექცევიან და პატივს გცემენ, იქ აუცილებლად ბედნიერი ხარ და ცდილობ რომ საუკეთესო გააკეთო. დინამო არენაზე თამაში ძალიან მოგვენატრა, იმ ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია და ძალიან ასე ვთქვათ ერთი სული გვაქვს, როდის გამოვალთ სტადიონი, ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრი ემოციები გადაგხვდა აქ. ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, ამიტომ ფეხბურთელების მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება. პირველად ვბრუნდებით მას შემდეგ, რაც გასულ წელს საბერძნეთის წინააღმდეგ პლეი-ოფი ვითამაშეთ. ეს შესანიშნავი მომენტი იყო. დარწმუნებული ვარ მოთამაშეებსაც იმის გამო, რაც 1 წლის წინ მოხდა, კიდევ ერთხელ მოუნდებათ თავიანთი ფანტასტიკური გულშემატკივრებისთვის დიდი სიხარულის მინიჭება. ვინმე იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ამ დრომდე დღეისთვის ცნობილია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის მკაფიო გადაწყვეტილება. ორივე გაერთიანება 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონს ეთიშება, ბარიერ გადალახული პარტიების ნაწილი კი აქცენტს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებს. ვერავინ, ვერც ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა, ვერც ქართული ოცნების ზეწოლა, ან რაიმე სახით იმის თქმა, რომ გადაწყვეტილებები ჩვენს პარტიაში მიიღება სხვა ქვეყნებში და ეს აისახება მერე ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ანუ ვერაფერი ვერ იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ გადავწყვიტავთ საბოლოო ჯამში მაშინ, როდესაც იქნება ამის დრო, მივიღოთ თუ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის ჩვენი პასუხი. აქედან გამომდინარე, არანაირი სხვა ფაქტორი არ იმოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით იმაზე, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება და პოლიტპატიმრები რჩებიან ციხეში და ამ არჩევნებთან ერთად არ ინიშნება დროებითი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ამ არჩევნებში შესვლას არ ექნება აზრი. იმედი მაქვს, რომ ეგრეთ წოდებული ნაცური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და დარჩებიან საკუთარი სიტყვის ერთგული. თუმცა ხედავ რაღაცნაირად ამ პირველი სიტყვიდან უკან დახევას. მე არ ვიცი ბატონი ნიკამელია და ბატონი ნიკა გვარამიაც უკან დაიხევენ საკუთარი პოზიციიდან თუ არა, მაგრამ ტენდენცია სამწუხაროდ პირიქით მიდის, რომ ნაცები და ნაცური პარტიები როგორც ჩანს აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ქართულ ოცნებაში, სადაც მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან ოპონენტების დაბნეულობა არც ამჯერად უკვირთ. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ მკვეთრად შემცირებული რეიტინგის გამო ოპოზიციას საკუთარ შანსებში ეჭვი თავადაც ეპარება. შეიძლება სხვადასხვა პოზიციები ჰქონდეთ, მაგრამ თავისი არსით არიან რევოლუციონერები, რომლებიც უპირისპირდებიან საქართველოს. რაღაც საკითხზე კამათობენ, მაგრამ რასაკვირველია ელოდებიან მთავარ ინსტრუქციას, რომელიც ალბათ ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდეს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება, რაც კონსტანტაა, ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის, ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის ფორმატში. რეალურად, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან და ვერ იტანენ ერთმანეთს, არა მხოლოდ ეს 4 რადიკალური პარტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცალ-ცალკე, არამედ უშუალოდ ამ პარტიაში შემავალი წევრების ძალიან დიდი ნაწილი. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამისი არის, მაგალითად, რომ დააჯგუფეს ერთად ბატონი ხაზარაძე და ბატონი ელისაშვილი, ან ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც ნაგინები ყავს ფაქტობრივად თელს ოპოზიციას. გარედავალება მიიღეს და მოუწიათ ესეთი დაჯგუფება. შესაბამისად, მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი ყველაზე კარგ შემთხვევაში არის განახევრებული. თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირები 1982 წელს დაბადებული ზგ და 1977 წელს დაბადებული ვგ დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 3 და 6 ნაწილებით მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო, ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 18 პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტებზე დაკავებულებს შორის 10 პირი წარსულში ნასამართლებია. დანაშაულები 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე დაკავებულისგან პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებები, ალფა, პვპ და მარიხუანა ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236, 214, 260 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. 24 საათის სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგ რაუნდამდე საუდის არაბეთში ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. უკრაინა რუსეთთან არა, თუმცა შეერთებულ შტატებთან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც განიხილავს. ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიციით ომში მყოფ ქვეყანას ტერიტორიების გაყოფაზე საუბარი მოუწევს. რა პოზიცია აქვს რუსეთს ჯერ უცნობია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა კონფლიქტის ზონაში მყარ გარანტიებს ითხოვს. მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ელოდებიან ევროპელი ლიდერებიც. უკრაინული დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეხვდება საუდის არაბეთში, სადაც გააგრძელებენ იმ ობიექტების ჩამონათვალის შეთანხმებას, რომლებიც არ შეიძლება გახდეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე. ასეთი ჩამონათვალი უკვე მომზადებულია და ჩვენი დელეგაცია ერრიაჩი წარადგენს. ალბათ იქნება კიდევ რაღაც შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი მტრის პოზიციაზე. პუტინს მიაჩნია, რომ ეს გაჭიანურება რუსეთისთვის სასარგებლო იქნება. ეს პუტინის ტაქტიკაა. ამიტომ არ გამოურიცხავდი, რომ მართლაც ეს ყველაფერი გადაიზარდოს რაღაც ხანგრძლივ პროცესში. მეორე მხრივ ტრამპი საუბრობს ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის აუცილებლობაზე. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი თუ კვლავ გამოიყენებს ამას, როგორც თავისი ქცევის ალგორითმს. ტრამპს შეუძლია გამოიყენოს მტკივნეული მეთოდები რუსეთზე ზემოქმედებისთვის. უკრაინაში არსებული მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს პრინციპი საკითხია, თუ გსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე. დასავლეთის ქვეყნებს არ აქვს სხვა გამოსავალი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გარდა. საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დროებითობა, შეუძლია თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად. ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. შეერთებული შტატები არ ცდილობს დაანგრიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რადგან იცავს ყველა ჩვენგანს და საკუთარ თავსაც. ამ ფონზე რუსეთი უკრაინაზე იერიშებს განაგრძობს კიევზე შეტევა 3 ადამიანის, მათ შორის 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სამიზნე გახდა დნიპროვსკის უბანში მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც აფეთქებების შედეგად განადგურებულია. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ეკრემ იმამოღლუს. გამოძიება კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობას ედავება. დაკავებულია სულ 100 მეტი ადამიანი, მათ სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. სტამბოლის მერი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს, რასაც სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოყვა. სამართალდამცველებმა ასობით მომიტინგე დააკავეს.
ჰამასის განცხადებით ისრაელმა ღაზაზე თავდასხმის შედეგად დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური მოკლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისზე მიტანილი ავიაიერიშის დროს ჰამასის მაღალი რანგის ლიდერი სალაჰ ალ-ბარდაველია მოკლული. როგორც BBC წერს, ადგილობრივების ინფორმაციით ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა როგორც ბარდაველი, ასევე მისი მეუღლე. ისრაელში ამის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა. ნიუ-მექსიკოს შტატში სროლას 14, 16 და 19 წლის გოგონები ემსხვერპლნენ, დაშავებულია 15 ადამიანი. BBC-ს ინფორმაციით, ქალაქ ლას-კრუსეს ერთ-ერთ პარკში სროლა ღამის საათებში დაიწყო. ადგილობრივმა პოლიციამ ადგილზე 50-ზე მეტი ტყვიის მასრა იპოვა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო და ამ დროისთვის მის იდენტიფიცირებას ცდილობენ. ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი. ესპანეთში წყალდიდობის გამო დაკარგულ 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მადრიდსა და ახლო მდებარე ტერიტორიაზე ჭარბი ნალექისა და ქარიშხლის გამო რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოხდა, გადაადგილება კი შეჩერებულია. ჩრდილოეთ ესპანეთის დიდ რაიონებში ადიდებულია მდინარეები, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რომის პაპს კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს და ამბობს, რომ ექიმებმა ეს გადაწყვეტილება პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მიიღეს. ვატიკანის ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რეაბილიტაციას 2 თვე განაგრძობს. ის 5 კვირაზე მეტია გემელის საავადმყოფოში მკურნალობს, სადაც ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს. პროექტი ერთი დღე ჯარში გრძელდება. მოსწავლეებს ამჯერად თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში უმასპინძლეს ღია კარისდღე. სოფელ არაშენდა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო, სადაც სტუმრებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი ყაზარმები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ნახეს კრიზისებზე რეაგირების აღჭურვილობაც, ჩატარდა სპეციალური აქტივობებიც, მოსწავლეებს ბრძოლის ველზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები გააცნეს. პროექტის მიზანი კი ჯარის პოპულარიზაცია. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ხორციელდება ასეთი სახის შეხვედრები, რაც ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციას და თავდაცვის ძალებისადმი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. შევეცადეთ მათთვის სასურველ ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი. ასევე მივაწვევთ ინფორმაცია ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ტერიტორიული რეზერვის შესახებ. დავათვალიერეთ ტექნიკაც და აღჭურვილობას და ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღით. ყველაზე მეტად საბეჭდილება მოახდინა სამედიცინო აღჭურვილობა, რაშიც მოსწავლეებმაც მივიღეთ მონაწილეობა. ნახეთ მანქანები, იარაღები ძალიან მომეწონა. გავიცანით ჯარისკაცის საცხოვრებელს, კვებას და სურვილი გამიჩნდა, რომ მეც მიმსახურო ჯარში. ყველაფერმა გადააჭარბა მოლოდინს და ყველაფერი ძალიან მოგვეწონა. გავიცანით მათ ცხოვრებას, სად ცხოვრობდნენ, დავათვალიერეთ ბევრი რა, მაგალითად ეს იყო იარაღები, აღჭურვილობა, მანქანები და ყველაფერი ძალიან კარგი იყო და მართლა ძალიან მოგვეწონა. ქორეოგრაფიული დარბაზი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის. ახალი სივრცე წყნეთში აფხაზეთის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით მოეწყო. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით აღიჭურვა. დარბაზი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და კულტურის მინისტრმა დაათვალიერეს. დევნილ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კეთილმოწყობილი თანამედროვე სივრცით, სადაც ისინი შეძლებენ დაუფლებას ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიის. ორმაგადმშელოვანია კერძო სექტორის თანადგომა ჩვენს გვერდით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა მინდა მათ გადაუხადო იმ მინიჭებული ემოციისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც მათ მიანიჭეს დღეს ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას. მიხარია, რომ ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსგავსი შემოქმედებითი სივრცის გახსნას და მე მინდა ვუსურვო წარმატება ამ ახალგაზრდებს. მე მჯერა, რომ ეს ადგილი იქნება როგორც აფხაზეთიდან დროებით დევნილი, ასევე სხვა ახალგაზრდების უნარჩვევების, მათი პროფესიონალიზმის გამოხატვის და მე ვუსურვებ მათ წარმატებას, კარიერულ წინსვლას.
საქართველოში დედამიწის საათი მე-17 აღინიშნა მსოფლიო გარემოს დაცვითი აქციის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ელექტროენერგია გამოირთო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ფასადზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე პარლამენტსა და სხვა სამინისტროებში. აქციის ფარგლებში გარე განათება გამოირთო რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხესიმაგრესა და წმინდა გიორგის მონუმენტზე. გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძა და თბილისის მერია. დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოს დაცვითი აქცია, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gt.